ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვის, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრეს დღეს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. მოусმინეს ტელეკომპანია იმედის მფლობელს ირაკლი რუხაძეს. მან გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბერი მიმდინარე მოვლენები, ახსენა სააკაშვილი, კეზერაშვილი, უგულავა ბოკერია. საუბარი შეეხო ბადრი პატარკაციშვილის აქტივებს, ტელეკომპანია იმედს და გიორგი თარგამაძეს. მანანა დევაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით. მანანა გისმენთ. ტელეკომპანია იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განმარტებით ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ წინა ხელისუფლებამ პატარკაციშვილის ოჯახს იმედი და ფაქტობრივად ყველა აქტივი წაართვა და ქონების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებდნენ. მისი თქმით, ბიზნესის რეკეტსა და ქონებრივი უფლებების დარღვევის საკითხში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ერეკლე კოდუა, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა პირები იყვნენ ჩართული. ირაკლი რუხაძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან საუბრის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, 2008 წლის ზაფხულში კეზერაშვილი პატარკაციშვილის მეუღლისგან იმედთან დაკავშირებული დავის შეწყვეტას და ბორჯომის წილების მისი მეგობრისთვის გადაფორმებას ითხოვდა. იმედის მფლობელის თქმით, კეზერაშვილს უარი უთხრეს და მეორე დღეს ირაკლი რუხაძეს მანქანა აუფეთქეს. მომხდარ ფაქტს იმედის მფლობელი კეზერაშვილს უკავშირებს. ბადის სიკვდილის მერე როცა ჩვენ გვეგონა რომ შეგვეშვებიან ახლა და მარტო იმედი უნდათ სულ გააფთენ და მე წავიდა უკვე ჩვენი აქტივების წართმევა და მე თხოვეს შეხვედრა გიგი უგულავამ თხოვა რომ შევხვდეთო და რომ მივედი დამხვდა კეზერაშვილი და კეზერაშვილმა მითხრა რომ იმედზეო ქალბატონმა ინამო შეწყვიტოსო ბრძოლაო ბადის პატარკაციშვილის მეუღლე და შენო ჩემ მეგობარს გადაუფორმე ბორჯომით $15 მილიონ თუ იმ დროს უკვე ბორჯომში $85 მილიონ მეტი ქონა დაბანდებული და გასული იყო კიდე 4-5 წელიაც მას მართავდით და რაღაცა მითხრა ჯგუფი რომელიც უნდა გადაგვეფორმებინა ბორჯომით $15 მილიონ რაზეც მე უპასუხე რომ იმედზე მე თქვი ინას დაველაპარაკები და მისი გადაწყვეტილება და მაგრამ აბსოლუტურად დაწვენებული ვარ უას გეტყვით ხო ბრძოლა არ გააგრძელოს და ბორჯომზე აგე მეგეუნები უას ხო შანსი არ არის გავაკეთოთ ხო რატო უნდა გადავაფორმო და ბევრ თუ მეტი გადახდილი და ბევრ თუ მეტი ღირს ეს კომპანია თქო მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა ჩემი ოფისის წინ ჩვენ მოვასწარით ამოღება კასეტების ჩვენი კამერებიდან ოფისის გადავეცით გამოცდილებელი მერსედესი ხო რაღაც მოშავა მოვეცით მერსედესი რომელიც აფეთქდა და ისე აფეთქდა რომ არ დაზიანებული იყო არავინ მე საერთოდ არ ვიყავი ოფისში გასული ვიყავი ფეხით სადღაც იქ ჩანს იმ კამერებს ძალიან კარგად ელოდებიან რომ ხალხი არ ყოფილიყო და ისე გააკეთეს ანუ იყო ჩემი გაფრთხილება იმათ არ გამოუძიებია თუ გამოიძიეს და ვერ გახსნეს არ ვიცი რა იყო თუმცა ჩვენ ადამიანის სურათიც მივეცით ყველაფერი და ვინც ააფეთქა და ჩემთვის ეს იყო გაფრთხილება იმიტომ წინა დღეს უარი უთხარი თავდაცვის მინისტრს ბორჯომის გადაფორმებაზე როდესაც უგულავამ მერმა მიგიწვიათ და იქ დაგახვედრათ თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი. თავდაცვის მინისტრი რო დაინახეთ და ბიზნესზე დაგიწყოთ საუბარი გადმომიფორმეო. არ გაგიკვირდათ? არ გამიკვირდა, იმიტომ რომ სააკაშვილის თავრობაში პოზიცია მაინც არაფერს არ ნიშნავდა. ყავდა გიგა ბოკერია რომელიც ვიღაცის მოადგილე იყო სადღაც ყოველთვის მაგრამ ნებისმიერ თემაზე გელაპარაკებოდა მაგალითად გურგულიანის ის უნდა გაუშვა თუ არ გაუშვა მკვლელობის ფაქტები ამიტომ საერთოდ არ გამიკვირდა ეს. ერთად უნდა ვთქვა რომ გიგი უგულავა ამაში არ მონაწილეობდა და თვითონაც გიგი მე ეჭვმაქო იცოდა რაზე უნდა დამლაპარაკებოდნენ და ამიტომ მოითხოვა კიდევაც ოთახიდან გაავალო და მე ვთქვა იყავი თქო მაგრამ გიგის არ ვლაპარაკია ლაპარაკობდა დავით კეზერაშვილი მეც პირდაპირ მითხრა რომ ჩვენ და ამაზე მე დამპირდა რომ ვიმეგობრებთ ყველა ბიზნეს გაგატანთ ესეც იყო მეორე მხარე რომ თუ მაგათთან იყავი მე რა ვიცი რას გამატანდნენ რას არ გამატანდნენ მაგრამ ეს ლაპარაკი ბევრთან მქონდა ეს ლაპარაკი რომ შენ ოღონდ ბადეს გადაუდექი და გინდა შენ წაიღე მარტო და გინდა შენ და შენმა პარტნიორებმა სალფორში წაიღეთ ყველაფერს თქვენ გაგატანთ რაც ქონდა და ეს ლაპარაკები სულ იყო როგორც ირაკლი რუხაძე იხსენებს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ბიზნესზე ზეწოლა, ტოტალური კონტროლი და ელიტარული კორუფცია ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. მისი თქმით, წინა ხელისუფლების უკანონო ქმედებების გამო პატარკაციშვილის ოჯახს მთაწმინდის პარკი ჩამოართვეს, სტანდარტ ბანკი გააყიდინეს და დინამო თბილისის სიმბოლურ ფასად დაათმობინეს. კომისიის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი რუხაძემ 2011 წელს ლონდონში გამართული შეხვედრაც გაიხსენა. მისი თქმით, თეა ბურჯალიანი
გიგი უგულავა და კახა დამენია ლონდონში მასთან შესახვედრად ჩავიდნენ და აქტივების დაბრუნების საკითხზე შეთანხმებას ხელი მოაწერინეს, თუმცა როგორც იმედის მფლობელი აცხადებს, ვადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის იმედის და სხვა ქონების დაბრუნება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა. 2012 წლის ზაფხულში მერაბიშვილმა შეკრიბა ბიზნესმენი, მე იქ არ მეძახდნენ, არ ვიყავი სანდო ადამიანი, მაგრამ ყველა მსხვილი ბიზნესმენი და უამრავ ხალხს აგეს მოყოლილი ჩემთვის, სადაც გამოაცხადოთ ჩვენი ეკონომიკური პრობლემები არის თქვენი ბრალი და აწი სახელმწიფო თქვენ ბიზნესების შემოვა და იქედან დაიწყებს მართვაც რომ ეს აქვე პრობლემები რაც აქვს ეკონომიკური საქართველოს ის გამოვიყვანოთ. კიდე ეგ ექსპერიმენტი ვერ ვნახეთ, ვერ მოვესწრეთ, იმიტომ რომ ოქტომბერში არჩევნები წააგეს. დინამო თბილისის გადაცემა მოგვიწია 1 ლარა თუ 1 დოლარად სხვა ჯგუფისთვის მხოლოდ იმიტომ რომ გუნდი დაგვინგრიეს. ამონაწეს არ მაძლევდნენ, ბილეთს ვერ ვყიდულობდით, ავტობუსს ვერ ხმარობდით, გუნდის შეჯიბრებაზე ვერ მიყავდა და ამ გუნდის დანგრევას თქვით რომ აი დინამო თბილისი ჩვენ ხელში ვარ დაინგრეს, ვინც თვითონ მოგვიყვანეს ვიღაცა 1 დოლარად მივეცით იმას გუნდი. ესეთი ტოტალური კონტროლი იყო ბიზნესის. ეს არ იყო რომ იცი მარტო ის მერაბიშვილი და ადეიშვილი იყო სისხლიანები. არა, ეს იყო ერთი ჯგუფი. ხან ციხეში ცემით გათმევდნენ, ხან რეისში გაყინვით გათმევდნენ, მე ყავდათ ეს ქალბატონები, რომლებიც ქუსლებზე და კაი ინგლისურით ფასადს უქმნიდნენ, რომ ციხეში რა ხდებოდა და ხალხს უამტვრებდნენ, ბეჭებში ეტეხავდნენ, ისო არ ენახათ ქალბატონი კალმახელიძე და ვიღაცები, რომლებიც უცხოელებს უქმნიდნენ იმით, რომ ეხა ამ ხალხის ხელში როგორ შეიძლება იქ ამეცუდი ხდა. ეს იყო ერთი ტოტალური სისხლიანი მანქანა, რომელიც ანგრევდა ყველაფერს მის გზაზე და ეს არის მარტო ბიზნესი. იმ ეპიზოდს მინდა დავუბრუნდე მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის. იქ, როდესაც მივიდნენ სპეცდანიშნულების რაზმი, მერიის თანამშრომლებიც იყვნენ, როგორც თქვენ აღნიშნეთ და მე რაღაცა მე დაგვაწიეს. ანუ მე რატო შევარდა ეს სპეცდანიშნულების რაზმი, მე სულ არ ვიცოდი, მაგრამ მე დაგვაწიეს წერილი, სადაც ეწერა რომ თუ რაღაც ხონდა მოიფიქრებიან და თურმე არ ქონდა გადახდილი რაღაცა ერთ-ერთი რაღაც არ მახსოვს 6 თვეს შევთევთ ვიხდიდი ჯიჯარის გადასახადს. რა თქმა უნდა გადახდილი ქონდა, წინსრებით ქონდა გადახდილი, მაგრამ სხვა ვერ მოიგონეს, მოგვაწიეს ეგეთ წერილი, რომელიც ხო მერის მოადგილის დაწერილი, აღარ მახსოვს რა იყო. იმ ადამიანს. მაგალითად, გენიალური ისტორია მოიგონეს იმედი როგორ დაარბიეთ. მე ხომ მოეგონებინათ, უკვე ვატყდა ერთი ამბავი და ესეც სწრაფად არ დამთავრდა, უნდა მოეგონებინათ როგორ დაარბიეთ, რატო დაარბიეს იმედი. სტანდარტ ბანკში რა უნდათ? გიორგი ხადაგიძე ეხლა მოძღრავს და იმაზე ლაპარაკობს ეკონომიკის განვითარებაზე და იმის ბიზნესის თავისუფლებაზე და იმას მედია თავისუფლებაზე. გიორგი ხადაგიძე დამინიშნეს დროებით მმართველად. სტანდარტ ბანკში. და ასაკეთებდა დროებითი მმართველი, რომელიც მართოს ბანკი. ურეკავდა ჩემ დეპოზიტებზე დეპოზიტები გაიტანეთო. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ამტკიცებდა, რომ ცუდი ბანკი იყო და რატო შემოიყვანეს და უამრავი მაგალითია. გამოვიზრდა და თქვას ტყუილია და მოუყვან ხალხს, რომელიც იტყვის, ვისაც დაურეკეს. ოკეი, და ასე რა გააკეთა? ყველაზე დიდი კონტრაქტი რაც ქონდა თელასთან, აიღო და გაწყვიტა. როგორ აფასებთ თქვენ დღეს ამდენ წლის მერე ბადრი პატარკაციშვილის 8 წელს პოლიტიკურ ბრძოლაში, იმიტომ რომ ვინც ვიყავით ვარდების რევოლუციის დღიდანვე და ასეთებს მივეკუთვნები მე პირადად უიმედობაში რომ გიჟი მოევლინა ხელისუფლებაში სახელმწიფოს და ჩვენ სამშობლოს ძალიან მძიმე წლები გავიარეთ უიმედობის. აი ამ ბრძოლაში დღეს თქვენ როგორ აფასებთ ბადრი პატარკაციშვილის როლს, იმიტომ რომ მე პირადად არ ვიცნობდი მას, მაგრამ როგორც აი ტელევიზიიდან მაყურებელი, იმ შემთხვევაში საფრანგეთიდან, მუდმივად მახსოვს და მე მახსოვრება ის გაბედულება, ის მიზანმიმართულება, ის პრინციპულობა, რომელსაც ის იჩენდა. მე ვერ ვიქნები ობიექტური შემფასებელი და ძალიან მიყვარს ბადრი, ჩემ ძალიან ახლობელი ადამიანი იყო და უზარმაზარი დანაკარგი იყო. ჩემთვის როცა ბადრი გადაეცვალა, ამიტომ ჩემთვის თული იქნება, რომ ბადრი იყო, რა თქმა უნდა, ურთულესი პიროვნება, იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი, გიჟდებოდა ამ ქვეყანაზე და ყოველთვის უნდა ამ ქვეყნის კაი. ამიტომ რაღაც ამბობს ჩვენ რომ ინვესტიციებს ვაკეთებდი და ყველაფერი ის ამ ინვესტიციებს ყოველთვის უკუდებდა საქართველოს უნდა იყოს კაი და ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით. ჩვენც იყო მთავარი რომ რაღაც ეკონომიკური რაღაცა დაგვა ეკონომიკური მოგება გვენახა და ასე შემდეგ. და ამიტომ ბადრის ყოველთვის ჰქონდა ეს კონფლიქტი შიგნით. დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთ პირს ირაკლი რუხაძეს მოусმინეს. შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრებს კონკრეტული პირების გამოსაკითხად ვადა 5 ივნისამდე აქვთ. მადლობა. მანენა დევაძე იყო პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში.